შენ ადამიანი ხარ აი ამ გრანდიოზული მშენებლობის თანამონაწილე სრული ამ სიტყვის გაგებით, იმიტომ რომ აი მშენებლობაში კენჭი ჩადე, ერთი კენჭი ჩადე და ერთი კი არ ჩავდეთ, ბევრი ჩავდეთ. ქვაზე ოჯახის წევრების სახელები დაწერა და მშენებარე ტაძრის საძირკველში ჩადო. მასთან ერთად ამ ადგილას პირველი ქვა უამრავმა ადამიანმა დადო. ასე ჩაეყარა საფუძველი მახათას მთაზე, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობას. როდესაც პირველი, თქვათ, საძირკველი ისხმებოდა, ასე თქვათ, აი ამ დროს ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ ჩაგვედო ჩვენი სურვილები, ჩვენი სამშობლოსთვის, ოჯახებისთვის, შვილებისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის. დაგვეწერა მათი სახელები და აი რო იცი, რომ ეხლა ამ ტაძრის საძირკველში დევს რაღაცა შენს მიერ ჩადებული, თუნდაც ერთი პატარა კენჭი, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. მახათას მთის ფერდობზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი 2012 წლის 17 აპრილს ჩაეყარა. ტაძრის მშენებლობამ ერი და ბერი გააერთიანა. ამ ეროვნულ საქმეში საქართველოს მოქალაქეები კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ჩაერთნენ. შემოწირულობა გაიღო 100,000-ზე მეტმა ადამიანმა. ამ ეროვნულ საქმეში ადამიანები საზოგადოება ივერიისამ გააერთიანა. არ არის საჭირო იყო ძალიან დიდარი, არ არის საჭირო იყო ძალიან შეძლებული. აი ღმერთმა მოგცა საშუალება იმისი, რომ შენ აი ამ ხელა ტაძრის მშენებლობაში მიიღე სრულფასოვანი მონაწილეობა და მე ის მაგალითიც, რომ დიდომა ადამიანმა ერთი ლარი მაინც გაიღო. ვისთვის რა არის ერთი ლარი? გულით გაღებული უბრალოდათვის ერთი კაპიკით შეიწირებოდა. არა მარტო თქვათ აი ქვები ჩავდეთ ჩვენი ოჯახების და შვილების სახელზე, არამედ მახსოვს რომ დავრგეთ ხეები, ზეთისხილის ხეებს ვრგავდით. ყველას ჰქონდა თავისი წარწერა, ანუ თითქოს ვცნობთ დაახლოებით სადაა დარგული შენი ზეთისხილის ხე. თითო ლარის შემოწირულობით მოქალაქეებმა შეძლეს, რომ მახათას მთაზე ტაძარი აეშენებინათ. 2019 წლის 12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულია. ამ დღეს მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. გაჭირვების დროს ჩვენ რომ წამოვიწყეთ ამისი მშენებლობა, ეს არის უდიდესი სასწაული. მართლაც ავტოპორტრეტია. სამონასტრო კომპლექსის არაერთი დეტალია უნიკალური. ტაძარში შესასვლელ კარზე გადმოცემულია სახარებისეული ეპიზოდები. ტაძრის არქიტექტორი ომარ ნაფეტვარიძეა, მხატვარ მოქანდაკე კი გია ჯაფარიძე. სამრეკლოს ზარები სპეციალურად მახათას ტაძრისთვის საქართველოში დამზადდა. მათი ჟღერადობა უნიკალურია. ზარები მამაშვილმა პაატა და ოლეგ გელაშვილებმა ჩამოასხეს. ტაძარი გადახურულია სპილენძის სახურავით. გუმბათის წვერზე აღმართულია 5 მეტრის სიმაღლის ჯვარი. მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოება ივერიისა იყო ამის სულის ჩამდგმელი, დამწყები და აი ამ საზოგადოებამ გააკეთა საოცარი საქმე. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათაზე არის ჩვენი ერის სიამაყე. ეს ტაძარი შენდებოდა ფაქტიურად ერის ძალისხმევით. ესეთი გაერთიანებული მე საზოგადოება და ჩემი ერი არ მახსოვს. ტაძარი დასრულებულია, მაგრამ კიდე ბევრია გასაკეთებელი, თვითონ კომპლექსია დაუმთავრებელი, ძალიან დიდი გეგმებია. მე მინდა რომ გაგრძელდეს ეს ერის ერთიანობა და შეწირვა, აი ყველამ რამდენადაც შესაძლებელია გააგრძელოს ხალხმა ეს გაერთიანებული დახმარება ამ ტაძრის საბოლოო დასრულებისთვის. სამონასტრო კომპლექსისთვის ათონის მთაზე დაიწერა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც საქართველოში ჩამოაბრძანეს. მახათა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარია. მას პატრიარქმა ერის მეორე ავტოპორტრეტი უწოდა. საზოგადოება ივერიისა. დატოვე შენი კვალი ისტორიის ახალ ფურცელზე.